მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტი სიხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International-ი. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ქალბატონი მარინა ბჟალავა და ვისაუბრებთ გენდერის საკითხების შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში. მოგესალმებით, მე ვარ მარინა ბჟალავა, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალთა სამყაროს ხელმძღვანელი. ჩვენი ორგანიზაცია უკვე 23 წელია მუშაობს და მუშაობს გენდერ უთანასწორობის საკითხებზე. ჩვენი მიზანი ეს არის, ქალთა ორგანიზაცია ვართ, ქალთა საკითხებზე ვმუშაობ და ქალებს ეხება ყველაფერი, რაც კი ეხება თითოეულ ადამიანს, რა თქმა უნდა. ეს არის ქალები პოლიტიკაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, ქალები გარემოს დაცვაში და ასე შემდეგ. რამდენი ხანია, რაც გენდერული საკითხების მიმართულებით მუშაობთ? აი თქვი უკვე გენდერული საკითხებია ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, გენდერული თანასწორობა. თვითონ სიტყვა თანასწორობა არის არაჩვეულებრივი სიტყვა. ამას ხშირად მაქვს ხოლმე კამათი ადამიანებთან სამწუხაროდ, აი ამდენი ხანია ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისევ დამტკივნეულია ჩემთვის, ისევ არასწორი წარმოდგენა აქვთ და აი რაღაც ბევრ რამეს უკავშირებენ ტრადიციების დაანგრევას თუ დარღვევას, რაღაცა ქართველობის რაღაც ართმევას და არა და სრულიად პირიქით არის და მოუყავს ხოლმე ამას წინათ კიდე მოვიყვანე მაგალითი და ეს დემოკრატიის ერთ-ერთი ნაწილია, ხო? თანასწორობა და ქალთა და კაცთა შორის თანასწორობა და მოვიყვანე მაგალითად ამას წინათ როგორი დემოკრატიული ენა გვაქვს. არაჩვეულებრივი სიტყვები გვაქვს ენაში და აი მაგალითად დედაკაცი და მამაკაცი. ეხლა დედაკაცი სიტყვა უკვე რაღაცა ხმარებიდან ამოიღეს და მე თუ მკითხავთ ძალიან არასწორად, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე ჩვეულებრივად ახსენებს დედაკაცს და ნახეთ დედაკაცი მამაკაცი. ნახეთ როგორი თანასწორობა არის, ხო? და კაცი კიდევ მოკლედ სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძინა და გარდა ამისა, ნახეთ სხვა ენებში არის აი ნაცვალსახელებია თუ სხვა მხრივ, ხო, არის სქესი. ჩვენ გვაქვს აი შვილს რო ვიტყვით, ის შვილი იგულისხმება გოგოც და ბიჭიც. რო ვიტყვით ნაცვალსახელს ის მოვიდა, ხო, არ ვიცით ის გოგო ქალია, კაცია თუ სქესი რომელია, ხო? და აი თვითონ ენაში არის, ჩვენს ენაში არის ჩადებული, აი არის ხომ ესე გამოთქვა. ქართული ენა სქესს არ არჩევსო და შენ რატო არჩევო, ხო? თანასწორობაც სწორად უნდა იყოს გაგებული. ჩვენ როცა სოფლებში შევდივართ, ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ ვიცავთ ქალთა უფლებებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ კაცთა უფლებებს, ხო? თანასწორობასაც უნდა სწორად გაგება, სწორი ცოდნა, ურთიერთპატივისცემა. არის ასეთი ძალიან კარგი გამოთქმა, ჩემი უფლებები სადაც მთავრდება, იქ იწყება შენი უფლებები. ანუ არავინ არ დაიჩაგროს და ამაში ცუდი რა არის. ბევრ რამესთან არის კავშირში, ძალიან ბევრ რამესთან ეს გენდერული თანასწორობა და ამაზე შეგვიძლია კიდევ შემდეგ ვისაუბროთ. თქვენი აზრით დღეს რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ქალთა დაცვისა და ძალადობის მხრივ? სამწუხაროდ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ მე შემიძლია თქვა, აი ვამბობ ხოლმე, რომ მე მატიანესავით ვარ მეთქი, იმიტომ რომ 2001 წელს რომ დავაფუძნეთ ორგანიზაცია, აი მაშინ კი რა თქვი, რომ ახლაც უჭირს საზოგადოებას გაგება ამ საკითხების ყველას არა რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ არის ასე შემთხვევებით და აი მაშინ სასაცილოდ არ ყოფნიდა ხალხს, რომ აი რა დროს გენდერული თანასწორობა, როდესაც ეკონომიკურად ახლა იცით 2001 წელს როგორ მაგ პერიოდში და რა ვიცი რა პერიოდები გადავიტანეთ კი იცით და რა მძიმე მდგომარეობა იყო და ზუსტად ეს გენდერული თანასწორობა აი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. რაც შეეხება საქართველოში მრავალ მხრივ შემიძლია ვთქვა, შემიძლია ქვემო ქართლის მაგალითზე, აქ განსაკუთრებული ყურადღება ჩვენ გამახვილებული გქონდა და გვაქვს, რა თქმა უნდა, ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ამ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი საკითხია ადრეული ქორწინება.
ქვემო ქართლის მარტო ქვემო ქართლის პრობლემა არ არის ეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც დგას ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენი პრობლემა გვაწუხებს და მის აღმოფხვრაზე მუშაობთ და შემიძლია თქვა, რომ მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, შედარებაც არ შეიძლება. მაგრამ სახარბიელო და ის მდგომარეობა არ არის, რაც ჩვენ გვინდა რომ გქონდეს, თუნდაც ის რომ ასაკმა გადაიწია. თუ ადრე ბევრად არ ვიტყვი რიცხვებს, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან მტკივნეულია ხოლმე იმის გააზრება და ყოველ შემთხვევაში გადაიწია ასაკმა გოგონების ისე ადრეულად გათხოვება და დაოჯახება არ ხდება, როგორც იმ წლებში ხდებოდა, განათლების მხრივაც ბევრად გაუმჯობესებულია მდგომარეობა საბედნიეროდ. მშობლებმა გააცნობიერეს, რომ აი ზუსტად იმ სიღარიბის მიზეზი რა არის. მე საჯარო პოლიტიკის დოკუმენტიც მაქვს ამაზე დაწერილი, ქალის განათლებასთან რამდენად არის კავშირში, ეს დაიბეჭდა და ითარგმნა კიდევაც საკმაოდ ისეთი კომპეტენტური ორგანიზაციის ფონდის უბრალოდ მიერ და აი ქალის განათლებასთან რამდენად არის დაკავშირებული ეს ისედაც ცნობილი ამბავია მომავალი თაობების განათლება, ოჯახის ეკონომიკური სიძლიერე, სოციალური მდგომარეობა ოჯახის და ძალიან ბევრი რამ და აი ეს მიზანი გვაქვს და ამას ვიმსახურებით და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ დღემდე და ჯერა და აი ასე ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას ასე ვაგრძელებთ. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოსგან აი რა ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ ზოგადად მოწყვლად ჯგუფებისთვის და აი ქალების მდგომარეობა ცოტა უფრო გაუმჯობესდეს? სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი აქვს, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებასაც და აი მე უფრო წეღანაც საუბრის დროს ვამბობდი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თუ არ ვითანამშრომლეთ, ხო, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, სახელმწიფოს და ხო ცენტრალურ ხელისუფლებას დაუბრუნდები ისევ, რომ არაჩვეულებრივი იყო, რომ კვოტები იყო ამისთვის. ეს დროებითი მექანიზმია, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო მეტად წავიდნენ, ეს ყველა მიცის, ახალს არაფერს არ ვამბობ და აი სხვა ქვეყნებს აქვთ ეს გამოცდილება, რომ აი ესე მოხდა ზუსტად, რომ ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში. სხვადასხვანაირი აზრია აქაც. ზოგი ამბობს, რომ ხანდახან თვითონ ქალებიც სამწუხაროდ ეწინააღმდეგებიან, ვინ უშლის და ბევრი რამ უშლის და ამაზე ძალიან ბევრი თქმა შეიძლება, რა ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ ქალები უფრო მეტად იყვნენ პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე და ამას სჭირდება ხელშეწყობა. თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არ იქნება ნება, ხა ადგილობრივი ალბათ ვერაფერს ყოველ შემთხვევაში არის ახლა გაუჭირდება რამის სერიოზული ცვლილებების მოხდენა და ახლა თვითმმართველობა იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გამოხატვას უნდა ემსახურებოდეს. ყველაზე კარგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის და უნდა იცოდეს საერთოდ, რომ მის თვითმმართველობაში რა პრობლემებია და მოსახლეობასთან თანამშრომლობით უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. ჩართულობა უნდა იყოს აუცილებლად, რაც ყველაზე ძალიან გვიჭირს. ასევე ყველაზე ძალიან გვიჭირს სამოქალაქო ცნობიერება. ეს მოყვება საბჭოთა კავშირიდან და რაღაცნაირად ყველამ უნდა გადავლახოთ. ჩვენი საქმიანობა ამასთანაც არის დაკავშირებული, რომ არა ვიშალ. კი ბატონო. ჩვენი საქმიანობა ამასთანაც არის დაკავშირებული. ჩვენ ბოლო-ბოლო სპექტაკლები გავიტანეთ ამ მოწყვლადი ჯგუფების საკითხებზე, რომ ყველა ადამიანმა გააცნობიეროს თავისი როლი. არაჩვეულებრივად ამბობდა ისე ვილია ჭავჭავაძეს ვიტყვი, ყველა ადამიანმა რომ თავისი წილი სიკეთე აკეთოს, ამ ქვეყნად ბოროტება და ბოროტება, გაჭირვება, მოწყვლადობა, რა თქმა უნდა, აღარ იქნება. აი საბჭოთა კავშირიდან მოყვება მეთქი რომ ვამბობ, იმდენად აი რაღაცა ჩაიკირა თუ როგორ თქვა, აი ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე ვიტყვი, ხო? ჯერ მშობლებს აქვთ ეხლა ნელ-ნელა აქაც უკეთესობა არის, ახლა არ მინდა რომ თქვა რომ საერთოდ არაფერი არ იცვლება, მაგრამ
ძალიან ნელად ძალიან ცოტა იცვლება და რა ძალიან მტკივნეულია. იმიტომ რომ ხშირად ასე უყურებენ მშობლები, რომ სახლში ნათესავებიც, მეზობლებიც სახლში იყოს და აქეთ მოაწოდეთ თუ რამე შეგიძლიათ. რატოღაც დაყავთ ეს ყველაფერი იქამდე რომ აი მოუტანეთ მაგალითად შაქარი, კარაქი, აი ესეთი საყოფაცხოვრებო რაღაცა ფულით დაეხმარეთ. არავინ არ ეკითხება იმ ადამიანს, რომ რა ქვია, შენ შაქარი და კარაქი გისჩევნია თუ გინდა საზოგადოებაში გამოსვლა. ცალკე პირისპირ ვისაუბრია, ისეთი ბედნიერი სახით პასუხობენ, კი როგორ არა, უნდა, კაცო, თუ კი ჩვენ ყველას დანარჩენს რაც გვინდა, ის უნდა იმასაც. საზოგადოებასთან უნდა ურთიერთობა და არის კიდე მეორე მომენტი, ბავშვობიდანვე ისე ჩაუნერგეს ხშირად ეს შემთხვევებიც არის. მშობლებმა თუ საზოგადოებამ თუ არსებულმა სიტუაციამ, რომ შეიძლება იმანაც გითხრას, რომ არ მინდა. იმიტომ ისე არის დაკომპლექსებული ის და ისე აქვს ჩაბეჭდილი, ადრე გათხოვების არ იყოს. თუ გოგონას ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ რო გახდები 13-14 წლის თუ 15-16 სამშობა არ ისწავლე, ვერ შეგიწყობ ხელს, უნდა გათხოვდეს. ის იმდენად არის უკვე ამაზე მორგებული. საბედნიეროდ ბევრი წინააღმდეგობას უწევს და აი მე რა ვიცი ხა აი მართლა ვერ შევადარებ, ზუსტად იმ კვოტებმაც შეუწყო ხელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს რომ დაუწესეს, რომ უმაღლეს განათლების მიღება უფრო გაუიოლეს, რომ თანასწორობა რომ მოხდეს, ხო, იმათ უფრო მეტად რომ შეეწყოთ ხელი, ახლა ხშირად შეიძლება ცოტა ესეთია მეორე მხარე შეიძლება ან იჩაგრებოდეს, ან რა ვიცი, იჩაგრებოდეს როგორ, ახლა უფრო რთული გამოცდები შეიძლება, კი არა, აქვთ ქართული სექტორის ვინც ამთავრებს იმათ და უფრო ბევრად გამარტივებული, ვინც მაგალითად ეთნიკურად სომხებს და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ხო? და ამან ისეთი კარგი შედეგები მოიტანა, დროებითია ესეც. როდესაც ეს ყველაფერი ისე დაალაგდება, როგორც საჭიროა, ესეც უნდა გაუქმდეს და თანასწორობა უნდა დადგეს, როგორც ჯერ აუცილებელია კვოტები, გენდერული კვოტები, აუცილებელია. იმიტომ რომ ქალები სხვანაირად ხედავენ სოციალური საკითხების მიმართ, მით უმეტეს სხვანაირი მგრძნობელობა აქვთ. ხო? და თუ კი აი სოფლებში როდესაც მივდივართ, ხშირად ვეკითხებით, რომ როგორ ფიქრობთ სოფლის საკითხები, აი როგორ უნდა გადაწყდეს. საბედნიეროდ უკვე იწყებენ, აი ეს მაგალითიც მაქვს, ადრე მეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლება მიცის, მე რა ვიცი, ხო? რას ქვია, სოფლის საკითხი, შენ რო იცი, აქ ცხოვრები რო ხარ, ყოველდღურად რო აწყდები იმ პრობლემას, ხო? ვერ ეცოდინება, როგორც ჩვენი ოჯახის საკითხები, მეზობელს, რაც არ უნდა გულშემატკივარი იყოს და სხვას ვინმეს ისე კარგად ვერ ეცოდინება, როგორც ჩვენ ვიცით, ხო? ის პრობლემები. ასევე სოფლის საკითხები, ხო? და აი ქალების ჩართულობა ამ მხრივ ძალიან კარგია და რატო არის ეს ცუდი? მაგალითად თუ ქალები წყლის საკითხს აყენებენ, იმიტომ როგორც პრობლემას, მოსაგვარებელ პრობლემას, ხო? თუ კი ამას აყენებენ, რა, წყალი მამაკაცს ნაკლებად ჭირდება? მეტად ჭირდება ქალს, გასაგებია, მაგრამ წყალი თუ აქვს, თუ გარეგანათება ხშირად მქონია ეს, რომ გარეგანათებაზე უთხოვიათ და საბედნიეროდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით რაღაც საკითხები ყოფილა, რომელიც მოგიგვარებია. აი მაგალითად, როდესაც ონკაში ტალახიანი წყალი მოდის, იმიტომ რომ ერთ-ერთ სოფლის მაგალითს გიყვებით, როდესაც მილები იქ დაჟანგებული იყო და მიწის ქვეშ გახსნილი იყო და ტალახი ერეოდა. იმ მომენტში კარგია ეს ტალახიანი წყალი, იმადაც უნდა დალიოს. გასაგებია, რომ ქალი მეტად აქტიურია ამ დროს, მაგრამ ხო და მამაკაცებისთვის რატოა ცუდი? ხო, აი თანასწორობა მამაკაცებმაც არ უნდა გაიგონოს, რომ ვინმეს დაჩაგვრა მოხდა და ერთია კიდე ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე, რომ დაჩაგრული ადამიანი ვერასოდეს ვერ შექმნის უკეთესობას. აი მონები განვითარებას არასოდეს ეს ახალი ხო არ არის ახლა მთელი ისტორია ესე ვისწავლეთ, ხო? რაც უფრო მეტად თავისუფალია ადამიანი, მეტად არის განვითარება, ხო? თავისუფალი ადამიანები ქმნიან განვითარებას. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და ამაზე წერდნენ ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები, ჩვენი პოეტები, მწერლები არაჩვეულებრივი გამონათქვამები აქვთ, ამებს აღარ გავიმეორებ, რომ
ქალებიც უნდა იყვნენ ჩართულები და იმ ქვეყანას დარი უდგას, სადაც ქალები თანასწორად არიან ჩართული გადაწყვეტილების, აგაკეთებს სიტყვებია, ახლა ამ წუთში შეიძლება ციტირება ვერ მოვახდინო და სადაც ქალები არიან აქტიურად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქვეყნო საკითხებთან დაკავშირებით, ასეთ ქვეყანას დარი უდგას და თუ არა და პირიქით არის, თუ კი, ახლა წარმოიდგინეთ ეს ოჯახი ხო არის მინი სახელმწიფო, ხო? და აი ოჯახში წარმოიდგინეთ, ხო ყველა შეგვიძლია ხო ყველას გვაქვს ხო ოჯახები და შეგვიძლია ყველა წარმოიდგინეთ, თუ ხალი აი არ არის გადაწყვეტილების მიმღები და აქტიურად არ არის ჩართული მისი ოჯახის უკეთესობისკენ, აი სიტყვას არ იტყვის, არ იმოქმედებს, ასე მიუშვებს, ხო? აი რანაირი ოჯახი შეიძლება იყოს იქ, ხო? და ესეთია სახელმწიფოც, მამაკაცებიც და ქალებიც. მე კიდევ ვიმეორებ, ჩვენი საქმიანობა არანაირად არ ნიშნავს ვინმეს დაჩაგვრას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. და მადლობა, რომ ჩემი დღევანდელი მსმენელი სტუმარი იყავით, ქალბატონო მარინა. მადლობა თქვენ და მადლობა, რომ ამ გენდერულ თანასწორობის საკითხებით დაინტერესდით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარინას, რომ იყო ჩემი დღევანდელი მსმენელი სტუმარი. ვემშვიდობები მას და ასევე გემშვიდობებით თქვენს ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ.